ბრუდე თუ გაქვს ხელი კეთილს ნუღარელი ქვიშა წყალს ვერ იჭერს ბედი გაგექცევა თავზე დაგექცევა პანი ოცნებისა შენ რა ის ნათელი რასაც ახლავს ბნელი ვეღარ ხარობს სიკეთე უფრო მახსოვს ჩემი თავი 6 წლიდან სტუმრები რომ ყავდა და იქ მღეროდი მე საერთოდ დავიწყე ძალიან ადრე სიმღერა და ჩემი ოჯახი არის ძალიან მუსიკალური იყო დაწყებული დიდი ბებიიდან დამთავრებული დეიდა ჩემებიდან და ჩემი ოჯახის წევრებისგან დეიდაშვილი 11 იყო და ყველა მღეროდა ჩემი დეიდები ყველა მღეროდა უცინ სიმღერას სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ ხალხს იცი უფრო სერიოზულად სცენისკენ არავინ არ ილტვოდა ჩვენ ვღეროდით სახლში ის იყო ჩვენი სცენა და დეიდა ჩემი შესანიშნავად ვღეროდნენ და ერთ-ერთი იყო პროფესიონალი მომღერალი პირველი საესტრადო ორკესტრი საქართველოსი გაბიჩვაძე კომპოზიტორი იყო ის ხელმძღვანელობდა და დეიდა ჩემი წაიყვანეს არაჩველი ქეთუნია მიქელაძე რომელიც სტალინთან ერთად გამოვიდა 18 წლის რო იყო დეკადა 37 წელს საქართველოსი მოსკოვში და ერთად იმღერეს აი მის მერე დეიდა ჩემი მღეროდა სცენაზე და დედა ჩემი და მანამ გათხოვდებოდა სხვათა შორის და მე უკვე ცოტა უხერხულობას გრძნობდა ყველა როდესაც სცენაზე გამოდიედი და მღეროდი საესტრადო სიმღერებს არ იღებდა ხალხი ამას სერიოზულად და მეუღლემაც უთხარი ხა დანებით არის და ოჯახს მეხედეო და ესე მოხდა მღეროდი იმიტომ რომ მინდა და სიმღერა და მოხდა ესეთი მომენტი რომ დედაჩემაც დათანხმდა დედაჩემი რომ უნდა მომღერა ორერაში მაგრამ ორერა იყო ძალიან მანამ მე მივიდოდი უკვე პოპულარული კვარტეტი იყო გასტროლებზე ვიყავი სადაც ვიყავი კარგ ადგილაზე კარგ ქვეყანაში რომ ჩამოვედი მე ვეძახი რობერტ ბარძიმაშვილს ხელმძღვანელს ნამდვილ გენიოსს თქვენ არ იცით ეს რა ადამიანი იყო რა დამოკიდებულება ჰქონდა თავის თავთან და თავის საქმესთან ადამიანი რომელიც დილიდან საღამომდე ფიქრობდა რა გაეკეთებია რითიც კიდე წასულიყო წინ და აი ეტყობა მომაქცია ყურადღება და მოვიდა და სახლში ჩვენთან დედაჩემთან რომ აი თუ შეიძლება რომ დანიმოდა მე ამ დროს რეროში მღეროდი კოციკა პეზნერთან აი კონსტანტინე პეზნერი რომელიც სულ მახსოვს საუკეთესო მომენტები კოციკა პეზნერთან კოციკას ვეძახდი ჩვენ მე ვთხარი კოციკა აი თხოვს ორერაში ის რობერტ ბარძიმაშვილი და ძალიან მომწონს მეც იქ და იწავალ რა იქ პროცენტიმეტრო რეროში ერთ სიმღერას ვიმღერებდი რაღაცას და ესე ვღეროდი ნუ დროს ვატარებდი არასოდეს სერიოზულად არ მიფიქრე მე ვღეროდი რა ამიტომ მე არ მქონდა სინანული რომ არ მემღერა მე ისედაც ვღეროდი მაგრამ რაღაც მოთხოვნილება იყო ასეთი დიდი წარმომადგენლების მუსიკის მე დავთანხმდი და დედაჩემის გამიშვეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხელა ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში ორერამ ძალიან ჩამოვყალიბდი როგორც მომღერალი და როგორც ყველაფერი რასაც მე ვაკეთებდი სცენაზე ეს იყო დაკავშირებული ორერასთან. რომ გამოვდიოდი, ისე მხვდებოდნენ
გენო ნადირაშვილი რატომღაც მუხზე იჩოქებოდა მუხლებზე იჩოქებოდა ხელს მაგოზე და მეც თამაშობდი რომ აი ასეთი ვარ ესეთ პატივისმცემელი და ძალიან საინტერესო რეპერტუარი იყო ეს სერიოზული ამბების ნაწილია და ჩამოვყალიბდი და ძალიან ბევრი კარგი სიმღერებს მღეროდი ორერაში დაჭკნენ ხავაგიდები ბაღში ჩემთან მოხვალ სიყვარული ზმერათო სადიღარი მასში როცა გულში გაზაფხული მენთო როცა გულში გაზაფხული მენთო და ერთ-ერთ რუსეთის აი სასაცილო მაშინ იცი მოსაყოლად შეიძლება არის ხოლმე მომენტი როდესაც იმ დროს იცინი მაგრამ მოსაყოლად და სერიოზულად არ წუყურებ მაგრამ ძალიან მომენტი იყო მიასი კონცერტი იყო უკვე ახალი ქალაქი აშენის კომკავშირული რაღაცა სასწაული ქალაქი და ჩვენ იქ ბოლო კონცერტი ქონდა ორერას მის მერე მივდიოდით იუგოსლავიაში და ყველამ გადაწყვიტა რომ მოდი რაც გვინდა ის გავაკეთოთ შენასეო მართლაც სასაცილოა და რა გააკეთეთ მაშინ მე რა გამიკეთა ბუბამ და გენო ნადირაშვილმა მე რორიალთან ვჯდებოდი და მღეროდი მიასე კონცერტზე რა თვინდოდა კარნახი და დავიწყე სიმღერა და ხმა აკომპანიმენტს მე ვაკეთებ ჩემ თავს უკეთებდი და კონტრაბასზე შესანიშნავად უკრავდა ჩვენი გენო და ტრუბაზე სხვათა შორის და ბუბა იმას დასარტყამი ინსტრუმენტებზე და რომ დავიწყე და უსმაც მესი სიმღერა მომესმა კონტრაბასის ხმა გავიხედე სადაც უნდა იდგეს როიალთან არ არის გენო ვიფიქრე სად არის მაგრამ როიალი კი არ იყო პიანინო იყო და პიანინო სცენით ზურგი რასაკვირველი სცენასთან იყო ასე გვერდიდან ცოტა ისე რომ არ უნდა გამოჩენილიყო ეს უშნო უკანა მხარე იმისი პიანინოსი ფორტეპიანო პიანო ჯობია თქვა და ვფიქრობ სად არის ვიყურები არ არის ამ დროს ბუბა კარნახობს პირველ სიტყვებს და მე არ მჭირდებოდა საერთოდ მამიწყდებოდა კი ისინი რა ძალიან ხშირად მაგრამ აი ხა რა თვინდა ამისი და ესე გადა მე ესე ვანიშნებ რომ არ მინდა თერი სიმღერა და სად არის გენო ბიჭები ხოცებიან სიცილით და მეც ნუ უკვე მეცინება იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება და აშევიდა ის რეგდოდა ამოძრე იქიდან პიანინოზე იწვა მიყუდებული იყო და იმას შეუკრავდა ნუ ზურიკო და ბუბა იყო ნამდვილად იუმორის ისინი რა ვიცი დაუწერელ რაღაცებს აკეთებდნენ კიდე მინდა გითხრა სნიგაპაც მღეროდი და გავიხედე იცით რა ინსტრუმენტებს რომ ბორბლებიანი მასე დადებენ რაღაცას რომ მძიმე როა აი იქიდან გამოაცურეს ის ყავდა პატარა დედა რა გვარი იყო დამავიწყდა ბიჭებს ეცოდინება ტრუბაზე დაბალი იყო და ჩემს ქურქით ჩაცმული მისი რა ქვია მექსიკელი ის რა ქვია იმ კოც სომბრერო ხო
სომბრეროში არ ჩანს, მარტო ტრუბა ჩანს და ჩემ ქურქში ჩასული ვარჯი არაფერი არ ჩანს. და მოყავს რომ უკვე აღარ მახსოვს ვინ გამოიყვანა ასე და ჩაატარეს ხალხი ვერაფერს ვერ ხვდებოდა, იმიტომ რომ ეგონი ეს დადგმული იყო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ჩვენ რას ვაკეთებთ. მე არ გაგვიშვეს მოსკოვმა არ გაგვიშვა მაშინ რა ქვია იუგოსლავიაში დაგვსაჯეს ისეთი საშინელი საქციელი ჩავიდინეთ სცენაზე. ესეთი რაღაცებს თავისუფლებას არავის არ აძლევდნენ და არც ახლა შეიძლება ისეთი რაღაცა გაკეთო, რომელიც შენ იცინი და შენ შეამონებს და იქ შეურაცხყოფა ძალიან პოპულარული იყო რუსული სიმღერა რომანსი Дорого длинную ძალიან და მაშინ პრაქტიკაც არ მქონდა და არც ვიცოდი ძალიან შევიღებე წამწამები შავი ტუშით და მგონია რომ გადასარევად ვიყავი ასეთი ჩემი და ყველა ბიჭები იქ არიან და დავიწყე სიმღერა და წამოვიდა სინათლე ხო და დადნა ცალი თვალი უკვე ცრემლი მომდის, მაგრამ შავი ცრემლი. და მერე უკვე ზურაცხებოდა და ბუბაც და ძალიან მიცინოდით ამაზე. მერე მეორე და რომ დავამთავრე სიმღერას, შავი წყალის ცრემლები ჩამოვდის და იცი მარტო პირველად რომ გავედი, იმიტომ კი არ კანკალებდი. მე კაი დიდხანს მანამ გავიდოდი სცენაზე, სულ კანკალებდი და სულ მეგონა რომ მე დღესაც შეიძლება ცოტა ეჭვის თვალით უყურებდე ჩემს გამოსვლას და ჩემს სიმღერას მინდა რომ კარგი იყოს, ამიტომ ვიღებ ჩემ თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და უნდა გავამართლო. ეხლა მით უმეტეს რა დროსია ჩემზე ჩემი ნერვიულობა, მაგრამ არის ეს მომენტი. ეს მომენტი თუ დაკარგე, არაფერიც არ არის შენი რაღაცა ჩაოლებრივად უღერივაში. ნერვი რო გაქვს და რო გინდა რომ ასიამოვნო შენი მაყურებელი, აი იქ მოდის ნერვიულობაც და განცდებით და ყველაფერი. ეს დიდი ფილოსოფია. ესე ადვილად არ შეიძლება, მაგრამ იცი მე ჩემი ცხოვრების არა უკვე შეეჩვია ხალხი რომ აი ჩემიანები ხალხი არაფერში არ არის. ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები რომ მე მღერი. ბევრჯერ იყო ისე რომ უნდა დამენტოვებინა ეს საქმე და კიდევ კარგი არ მოხდა. ერთი წელიწადი არ ვიმღერე, მაგრამ ჩემი მეუღლის გამო გაგიჟდა კაცი, გასტროლებზე ვიყავდა. აღარ უნდა მემღერა, დავანებე თავი და დავიწყე მასწავლებლობა მუსიკის, ფორტეპიანოსი. იმდენად ალბათ შინაგანად ნერვიულობდი, რომ თითქმის ხმაც კი დავკარგე. ასე მეგონა. მაგრამ მე მოვიდა რობერტი და მერაბის უთხრა, რომ ერთი გასტროლი მოსკოვში აუცილებელია ჩვენთვისო და სადღაც წავიდეთო და ნანი ძალიან გჭირდებაო და დაეთანხმაო, თვითონ წამომყარა საგვირელია. აი მოსკოვში რო ჩამოვიდა და დაინახა რომ როგორ ვიმღერე, როგორ მიმიღეს რაღაცა და მოვიდა. არა, ნანი შენ არ შეიძლება რომ არ იმღერო, უნდა იმღერო. იმის მაგივრად რომ გაბრაზებულიყო და აღარ გავეშვე, არა. და კიდე მეუბნებოდა, შენ იცი რა ნანი, სოლო კონცერტი უნდა გააკეთო. ფიქრობდი, ნერვიულობს, სულ ეჭვიანობს ალბათ. მე არ მიგრძნია მისი ეჭვიანობა, არასოდეს, მაგრამ ეხლა რომ გავიდა დრო, ხტები რომ ეს მისი ნერვიულობა და სუჭყობობდა, გაბრაზებული იყო, ვერ ხდებოდი რატომ, იმიტომ რომ შიგადაშიგ მღეროდი რაღაცა დღესასწაულებზე, რაღაცა ისეთი კონცერტები რო იყო ფილარმონიაში თუ სადაც არ იყო. მე და ბიჭები ვერ გამოდიოდნენ, იმიტომ რომ იმის საშუალება არ იყო ელექტრო ისინი არც იყო განვითარებული ის სცენაზე, რომ ჩაერთოთ ეს გიტარა, თქვათ,
აკუსტიკური გიტარა და ყველაფერი ძალიან რთული იყო, ამიტომ მე რობერტ კი მერიდებოდა, მაგრამ არასოდეს არ უთქვია რობერტს, რომ არ წახვიდე და არ იმღერო სხვაგან. მე ისეთი განებივრებული ვიყავი და ისე მიყვარდა ეს ბიჭები, რომ აი ნამდვილად ჩემი ძმები იყვნენ. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ერთ ოთახში ვიცვამდით და ვიზრდით და აბსოლუტურად არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ აქ ბიჭები არიან. არც მეყურებდნენ. არა, ესეთი დამოკიდებულება იყო. მე რომ იმითი დარჩენილიყავი, დღემდე აქ არც იჯლებოდით. მე სულ მუშაობდი ჩემ თავზე. აუცილებლად ყველაფერს ვაქცევდი ყურადღებას. როგორ ვდგავა, როგორ უნდა გავიარო, ხელი რაში ძალიან მიშლი და ხელები. აი, არ ვიცოდი რა მექნა ხელებისთვის, მაგრამ ეს არის პრაქტიკა, ეს არის დამოკიდებულება სერიოზული. უკვე სოლო კონცერტებზე რომ გადავედი, იქ უკვე ვიგრძენი, რომ მე ვალდებული ვარ უკვე ისე ვიმღერო და ისე გამოვიყურებოდე, რომ გავამართლო მათი ჩემსდამი ესეთი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება მე ჩემი თავი მომეწონოს, მაგრამ მე სიმღერა ჩემი ვერ ხვდებოდი ფირფიტას რო ჩავწერდი ხო სტუდიაში, რატო ვერ უძლებ და რატო არ მინდა რომ უსმინო. ვერ ხვდებოდი და მე რო გავიდა ხანი მივხვდი რომ ის როგორც მაშინ მღეროდი, ხმა კი მქონდა, წკრიალა ხმა ხო? მაგრამ ის სიღრმე და რაღაცა აკლდა იმ სიმღერას, რომელიც მე მოვიდა და ეხლა შეიძლება ხმაც არ მაქვს, მაგრამ რაღაცა ფრაზას ისე მოგაწვდი, რომ უფრო იმოქმედებს, ვიდრე ხმა რო ჩავრთო და ხმით დავამთავრო მაგალითად ჩემი სიმღერა. ბუბა პეტერბურგში სოლო კონცერტები ჰქონდა ორი რას ანეკდოტებს ყვებოდა. და ეს ძალიან ბევრს მღეროდა და გიჟდებოდა, რა ხდებოდა, მაგრამ ანეკდოტები გადააჭარბა. და ზურიკო ბიჭები მეუბნებოდნენ, ვერ უბედავდნენ ბუბას, რომ არ გინდა რა ანეკდოტების მოყოლა. და მე მეუბნებოდა რაღაცა და ვეტყოდი, ბუბა არ გინდა რა, მე როგორც ძალიან ახლობელი ადამიანი, შემოძლებ ყველაფერი მეთქვა. დაანებეთ ამ ანეკდოტებს, ძალიან სასაცილო ანეკდოტები იყო, მაგრამ კიდე ერთი-ორი კონცერტი, კაი, ნანო ასე და ორი კონცერტი არ მოყვა და ზურიკომ დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ შემიყავდა ზურიკოს მიყავდა ხოლმე კონცერტი. ცოტა ისეთი სიტყვებით, მაგრამ ყველა ხდებოდა რა იყო ის სიტყვა და სიცილი იყო და ხალხს არ ნეაღლება მღერის ცეკვავს და კიდე ანეკდოტებს ყვება და იცინოდნენ. თავისუფალ დროს როგორ ერთობოდა აი ნომერში მაგალითად კარტის თუ გითამაშიათ მე არა, მე გამოთიშვილი ვიყავი ამ მომენტში. მაგრამ ჩემთვის შეეცალა, მე მაგათთვის, მე ჩემი მეგობრებიც ყავდა და ჩემთან მოდიოდნენ და რაღაცა, მაგრამ ზურიკო იყო სულ ჩემთან. მე ბუბას მეუღლე მანც დაიწყო ჩვენთან ირინა ხო ირა შესანიშნავი წელი უჭკვიანეს ისე თამაშობდა. ბუბა შემოვიდოდა. რაღაცა მომენტში საზღვარგარეთ მახსოვს და ჯაჯღანებს და მე ვთხარი ირა რა ქვია მეცადე ხავაჭმება და ინახე კაი გუნებაზე დადგება აჭვედა და იყო მე გადასარეგუნებაზე საუკეთესო რუსებზია ლაპარაკი განათლებული რუსები ინტელიგენტი რუსები მუსიკოსები მხატვრები პოეტები სულ აი ასე მე პირადად მე უფრო კიდე მედიკოსთან ერთად უფრო სოლო კონცერტში რო გავედი, მთელი მოსკოვი ხო ცენტრი იყო, მაგრამ ჩემთვის პეტერბურგს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე მოსკოვს. პეტერბურგში იყო ისეთი საზოგადოება და ისეთი იცით რა, ჩემი რომანსები მთელი საქართველო მღეროდა. ყველა ოჯახში იმ პერიოდში ეს იყო არავინ არ თვლიდა რომ ეს რუსული იყო და მეც ვთვლიდით რომ ეს იყო ქართული
ქართველი ხალხისთვის დაწერილი, იმიტომ რომ მასზე უფრო უკეთესად როგორც ქართველები რომანსებს ღვეროდა, არავინ არ ღვეროდა რუსები, რას ღვეროდნენ ღმერთმაიცის, ამიტომ გაგიჟებულები იყვნენ. აი ეხლაც გავიდა რაღაცა ამდენიმე წელი, ხო? რაღაც უკვე აღარც დავდივართ იქა და სულ რომ მირეკავენ რაღაც ისეთი ხალხი, რომ დაიკარგა რომანსი შესმერე. და მთელი საბჭოთა კავშირი სადაც ჩავიდიოდი, ძალიან ბევრს მოხდა ნოტები და მაგ შენახული ნოტები რომანსების. და თქვა გადასარევად ვიყავით სოკოლასთან. ესეთი კონცერტიც კი ჩატარდა მოსკოვში. მერე აქ ის რა ქვია ბელა ახმადულინა უდიდესი გენიოსი ნამდვილი მე-20 საუკუნის პოეტი ბელა ახმადულინა, რომელიც საქართველოზე ნამდვილად შეყვარებული იყო ისე რომ ლექსებიც აქვს მთელი წიგნი დაწერილი მიძღვნილი. მან მოინდომა გავერთიანებულიყავით მე დეია რასაკვირველია და თვითონ ის ლექსებს წაიკითხავდა, მე კიდე რომანსებს ვიმღერებდი. ეს ისეთი ბუმი იყო მოსკოვში 2 კონცერტი და ეს ყველა ესეთი კონცერტი თბილისში. ფილარმონიაში მახსოვს და ფარაჯანოვი მახსოვს 2 მარაოთი ულამაზესი მარაოებით, ერთი მე და ერთი იმას ბელას აჩუქა. მე ესეთი საზოგადოება თბილისში კონცერტზე დღევანდელ დღემდე არ მინახავს. ვერიკო ჯაფერიძე, თამარა ციციშვილი, რამაზ შვიკვაძე, მთელი თეატრი ვისოცკისთან არა, გურჩენკოსთან გადასარევი დამოკიდებულება მქონდა და მის იუბილეზე მარტო მე ვიყავი ქალი. და პატიჟო დანჯერს უკაცები იყვნენ. აი ეს მიხალკოვი და ეს არა, მიხალკოვებთან ძალიან ხშირად ვიყავი ერთად. ეს ბუნებრივია. ყველა ისწრაფის შენ ამ ხალხთან გინდა იყო, იმათაც უნდა და ეს სიახლოვე იყო და მაინც რატო გაწყდა ეს გაწყდა მე ახლა მე მკითხებით ამას, მეც გეკითხებით რა მოხდა. ესეთი შეიცვალა პოლიტიკა და ის მოხდა. თუმცა ის პოლიტიკა რა ახალი კი არ არის. ეხლა რაც ხდება, ეს ახალი არის, გრძელდება კაკებეს კომუნისტური პარტია, რომ დაირღვა ყველაფერი, ამა ძალიან ცუდი თავში მაინც მოიტანა რაღაც არეულობა. გაგიჟდა ხალხი, აღარ ვიცოდით ვინ ვიყავით. მე ნელ-ნელა დაწყნარდა. მაგრამ ის პერიოდიც, ხო, კაგების ხალხი დადიოდნენ ჩვენთან ერთად საზღვარგარეთ, ხან მუსიკოსად აცხადებდნენ თავის თავს და ხან რა ვიცი ვინ არისო, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის კარგ ბიჭები ისე კადრს ატარებიებენ, რომ დავიწყდებოდათ თავიასი, მაგრამ მერე დაინახეს, რომ არც ერთი არა ვართ ისინი, რომ მოგვინდეს დავრჩეთ იქ საზღვარგარეთ. თავშიდაც არ მოგდიოდა ესეთი. სურვილი მეგობრე, როგორ არის, კონცერტებიც გინდოდა რომ დიდ, მაგრამ უკვე ვეღარ ვაკეთებდით. მე ალა პუგაჩოვასთან ძალიან ახლოს ვიყავი და ამასინათ ჩამოსული იყო მისი მეუღლე, ხო? და ჩემთან სახლში მოვიდა და მე ვერ წავედი კონცერტზე, ვერ და რაღაცა, მაგრამ მოვიდა თვითონ. არაჩვეულებრივი გალკინი, ხო? და მე ეკა და ნატალიამ უმღერა, თვითონაც იმღერა ქართული სიმღერა ნასავლი ქონდა და დავურეკეთ ალას. და მე და ეკა და ნატალიამ უმღერეთ. როგორ ტიროდა იცი? როგორ ტიროდა? ძალიან დიდი მომღერალია. როგორ ესმის. თვითონაც ისეთი დამოკიდებულება. ესო რას ლაპარაკობთ. აი ესეთი ადამიანი ვაგრძელებ. ჩემი ჯერჯერ ღმერთო დიდხანს საცოცხლე პეტერბურგელი დრამატული თეატრის დიდი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი ძალიან ახლობელია ჩემი, აი ძალიან. და ბევრი. მაგრამ უკვე ასეთი
დარეკვები და ისინი უკვე ხარ ეხლა მithumetes იცი რა შეასაქმე ახლა შენ მიდიხარ წინ თუ გაჩერდები და ხარ და რაღაცა თუ იმ ახალგაზრდას მე ყველასთან ხოვერი ვიმღერებ მომეწონა და მისი მუსიკა და მისი სურვილი ჩემთან იმღეროს მე პირიქით ამას ძალიან ვაფასებ და მე ახალგაზრდებს უნდა მოვუდგე გვერდზე თუ ჩვენ არ მივიღეთ არაფერი იმას თავიანთი გზა აქვს მართალია შეიძლება აღარც მოიხედოს შენთან მაგრამ თუ მოვიდა ჩემთან და თუ მე მომეწონა ესეც არის დიდი როლს თამაშობს ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ და თვითონ ადამიანი თუ მომწონს მე მათ ვერ არაფერი აქვს პოლიტიკური რაღაცა შემომთავაზა ალექს ვეძახი მე კორძაია როგორც ისეთი საინტერესო იყო ჩემთვის ეს მომენტი სრულიად სხვანაირად მღერი აღარ მღერი მივზდევ რიტმი და რაღაცა სხვა სრულიად სხვაგან ვარ მოგეწონათ ეს რიტმი ძალიან მე კიდე გამიკვირდა რომ მე რატომ მომუნდი იმდენი კაი მომღერლებია და ახალგაზრდები ну უნდა და ერთად ვართ და ეხლაც კიდე სოლო კონცერტი ქონდა მე და მოყვა მასა ესეთი ცოტა სხვანაირი აჟიოტაჟი და რაღაცა რა არის ცოტა სხვანაირი გამოხმაურება მოყვა სხვა არ მაინტერესებს აი ვიღაცის აზრი აღარ მინდა მე ვისაც პატივს ვცემ და მგონია რომ ის ადამიანი არის იმისი აზრი აუცილებელია ჩემთვის ის ამ ხალხს ყველას ხო ვერ მოაწონებ თავს ეს არ არსებობს არა და ყველას უყვარხართ ეს აი მე ხო თუ ესეც თუ არის ნუ მე ვიგრძენი მე ასეთი შეხვედრა ნამდვილად არ მეგონა თუ ასე მიყდა იცოქებოდნენ და გვეუბნებოდნენ მე ამოუდექი ახალგაზრდებს კი არ გაუბრაზდი რომ რად ვიდა და აქ ჩემთან და ჩემ ალექსასთან ჩემ პირადად არავითარი საერთო პოლიტიკასთან არ არის მე მღერი დამაინტერესა ქართული ჩემი მთვარეზე სიმღერა სადაც მე ვეთაყვანები ჩემ მთვარეს ვითომ რომ მთვარია და ამ დროს ჩემი სიყვარულია და მღერი და განცდები აქ სულ სხვა ხასიათია და თუნდაც ასე იფიქრონ რა ვქნა ეს ცხოვრება ესეა არაფერი არ ჩერდება თუ გაჩერდა ყველაფერი დაუპული ხარ ახალგაზრდა რო ვიყო დავდიოდი და გავდიედი ქუჩაში დავდიოდი ვიღაცებთან სტუმრები საღამობით სტუმრები მოდიოდნენ კარებს არ კეტავდით და ტელეფონიც არ იყო დატვირთული არც რეკავდნენ ისე იყო სავსე ჩემი ოჯახი ეს სხვა მხარეა და ამ სიბერეში რა უნდა გითხრათ ვერც გავდივარ ძალიან ლიფტი არ მაქვს და ძალიან მიჭირს კიბებზე თუმცა არ მიჭირს ლაპარაკი მე ის სიარული ბრაზობ რომ მეუბნებიან უნდა გამოხვიდე და ეხლა და იმღერო და რაღაცა ფიქრო დამანებეთ თავი რა დროს ჩემი სიმღერა ვიღლები ემოციებისგან სცენაზე რო დგახარ შენ თავს არ ეკუთვნი და სულ მე თავი თუ არ მოშოვს ის ჩემთვის კონცერტი არ არის თავი მაქვს ჩართული ყოველნაირად და კონცერტიც რო არა მაქვს ჩემს სახლში სულ სიმღერა მე არ არის დღე ახლა თქვენ რო წახვალთ მე ალბათ მიმღერებ მივიძდებით რომ აუცილებლად და მარტობას აბსოლუტურად არ ჯერზეთი ამდენი შვილები და კიდე პატარა შვილთაშვილები ივსება ოჯახი და ძალიან კარგ დროს ვატარებ მაგრამ ისეთი მძიმეა როდესაც შენ მეგობარი და მეგობრები მიდიან ამ ქვეყნიდან და თითქოს ცარიელი ხდები აი შენი ოჯახია და ეს შევსებულია ყველაფერი სხვა და მაგრამ შენი სამეგობრო აქეთა ცხოვრება
შენ რაღაცა გინდა რომ გაუზიარო რაღაცა ისეთი რომელიც შენ მარტო მეგობარს ეთყვი და არა შენს ოჯახის წევრებს არის ესეთი ხო ძალიან რთული სახლი მე მიყვარს სახლი არ მიყვარს სტუმრობა გინდა გითხრათ და სოფიკო ჭეურელი სოფიკო ჰავქნა სახლში მიდაყავდა მეც არა ვარო კი არა სოფიკო მაისია დაბადებული 6 მაისს და იცი რაც მეუბნებოდა რის მსახიობი არა ეს რაღაცა იტყოდა საზღარს იტყობს ძალიან უშუალო იყო და ისეთი მე ვარო მშენებელი სოფიკო ჭეურელი გიждდებოდა მშენებლობაზე არა მე სახლი და მოწყობა და რაღაცის შეძენა შეიძლება არ შევიძინო რაღაცა ტანსაცმელი და შევიძინო რაღაცა ლამაზი იმიტომ რომ თაწმინდაზე ვარ დაბადებული ის სილამაზე და ის ეზო რომელთა ჩემი ცხოვრება ბავშვობა გაიარა მამი და ჩემების ბიძა ჩემების რაღაცა საოცარი დედა ბაბუა ჩემი დეიდა ჩემები ამოდიოდნენ ზევით კეიფები დროსტარება როგორი აივნები იყო ყველა ერთად ცხოვრობდა და ერთი ცხოვრები ცხოვრობდა ხალხი არაცევდა იქ რომ გადავედით მე გადმოვედით გრიბედევის ქუჩაზე თიდან ჩამოვედით გრიბედევის ქუჩაზე კონსერვატორიის პირდაპირ პატარა ოთახში იმიტომ რომ დროებით გვეგონა იქ კაი დიდი ჩემი ახალგაზრდობის მოღვაწეობა და ახაგი ორერაშიდაც იქ ვიყავი და არაჩვეულებრივი იყო გრიბედოვი და მე პლეხანოვი ვერ შევეჩვია. აი პლეხანოვი თვითონ არ მიყვარდა, ჩემგან მუსიკის კრიტიკა აღარ არსებობს. ეს არის პირველი მინუსი ყველაფრის. მარტო იმისი კი არა, სიმღერის და მუსიკის თეატრი, კინო. როგორ შეიძლება არ გითხრას ვინმე, რომ ეს ასე არ შეიძლება. მე დღემდე გეფიცებით ის ადამიანი რასაკურველი ვის მჯერა რაღაცა უნდა მითხრა რომ აი ეს იქნება ექსის არ გააკეთო იქნება ეს მე სულ ასე მოვედი დედაჩემი და დედაჩემებიდან და სხვადასხვა მომღერლებიდან ანუ რჩევებიც აუცილებელია რას ქვია მეწყინოს თუ გამლალწან ალბათ მეწყინება მაგრამ ბევრი არ მომწონს ბევრი მომწონს და როგორ და ბოლო ხანებში მაინც ისეთი ყვირილია სცენიდან და ისე და მით უმეტეს ან ტელევიზიით აი რაც უფრო კეიფი სხვა არის კეიფში მაღალი ხმაცა ძლიერი და ხასიათია და აი შალახოს მაგვარი სულ ზურნები და ეს კარგია ქალაქური გადასარევია ეს მაგრამ ის გადაიტანო ყოველდღიური იმითი ნამდვილად არის, იმიტომ რომ უკეთესი რაღაცები არსებობს. მაგრამ უყურეთ, ეს მარტო ჩვენთან კი არა, კომპოზიტორებიც აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ჩემ დროს. მე ვიმედოვნებ, მე მაგას ალბათ ვერ მოვესწრები, მაგრამ არ შეიძლება რომ ესე გაჩერდეს, იმიტომ რომ კარგიც თავდება და ცუდიც თავდება. ყველაფერს აქვს ბოლო. და იწყება ისევ ახალი ცხოვრება ალბათ. ბედი გაგექცევა თავზე დაგექცევა პანიოცნების აშენ რა ის ნათელი რასაც ახლავს ბნელი ვეღარ ხარობს სიგეთე